მოგესალმებით და დღევანდელი ეს გაშლა ეხება კითხვას თუ რა ეზოთერულ ენერგიაში გადადიხართ ახლო მომავალში. ანუ ეს ნიშნავს, რომ სულიერ მისტიურ საკითხებში რა დახმარებას მიიღებთ, ამ კუთხით რა ენერგიაში იქნებით, თუ ეს საკითხები გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოусმინოთ ამ გაშლას. როგორც ყოველთვის გვაქვს 3 ჯგუფი და თითოეულ ჯგუფს აქვს თავისი კრისტალი, შეგიძლიათ აირჩიოთ ინტუიციით ან კრისტალით, რომელიც დაგიძახებთ. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს პირადი გაშლები, ელექტრონული წიგნები, ტაროლოგიური კურსი, ეზოთერული კურსი, რიტუალების კურსი, ეზოთერული რიტუალების კურსი და გაშლაზე რომ გადავიდეთ. პირველი ჯგუფისთვის გვაქვს ამაზონიტის ქვა. მეორე ჯგუფისთვის გვაქვს ციტრინი. და მესამე ჯგუფისთვის არის ვარდისფერი კვარცი. თუ გაინტერესებთ დამატებით ინფორმაცია, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, ლინკებს დავტოვებ ქვემოთ, აღწერილობაში და კომენტარებში. გადავიდეთ გაშლაზე. პირველი ჯგუფი ამაზონიტის ქვა. ნახოთ რა ეზოთერულ ენერგიაში შედიხართ, საკმაოდ ძლიერი ენერგიით ვიწყებთ თქვენს გაშლას, ეს არის იასამნისფერი ცეცხლის ოთახი. და ეს ამბობს, რომ კარმული გათავისუფლება ხდება თქვენს ცხოვრებაში და რადიკალური ტრანსფორმაცია. შემდეგი ენერგია გვაქვს ბატონი, ანუ მამაკაცის ენერგია, ღვთიური მამაკაცის ენერგია. გეუბნებათ, რომ თქვენი სიძლიერით და ავტორიტეტით გაუწყვეთ თქვენს ცხოვრებას და ასეთი კარტი, რომელიც ამბობს, რომ არ მიეცეთ შიშს. პირველ რიგში მის ეს ჯგუფი აირჩიეთ. თქვენ გადადიხართ უფრო ისეთ ენერგიაში, სადაც ხდება ესეთი რადიკალური კარმული გათავისუფლება. ენერგეტიკული იასამნისფერი ცეცხლი არის ეზოთერულად ყველაზე ძლიერი გამწმენდი ცეცხლის ვიბრაცია, ცეცხლოვანი ენერგია. იასამნისფერი, იმიტომ რომ იასამნისფერი არის ყველაზე მაღალ ვიბრაციული ფერი და ასევე იასამნისფერი არის ბოლო ჩაკრის ფერი, ანუ გვირგვინის ჩაკრა, ანუ ყველაზე ახლოს მდგომი ფერი არის სულიერ სამყაროსთან, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა ფერს რა თქმა უნდა თავისი ვიბრაცია აქვს და დანიშნულება. უბრალოდ იასამნისფერი ცეცხლის ენერგია ეზოთერულად არის ძალიან ძლიერი. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ აქ ამ ენერგიასთან მუშაობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გააკეთებთ რაღაცა მედიტაციას, შეგიძლიათ სცადოთ, რომ გააკეთოთ იასამნისფერი ცეცხლის მედიტაცია და გახართ იასამნისფერ ცეცხლში, რომელიც არ გწოვთ, მაგრამ წვავს ყველანაირ ნეგატიურ ენერგიას. ეს არის გამწმენდი აურის, გამწმენდი ენერგია, ნეგატიური ენერგიებისგან გამწმენდი ცეცხლი. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენს ოთახში, თქვენს სივრცეში გიზგიზებს ეს ცეცხლი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამეთვისტოსგან გაკეთებულ იასამნისფერ სკამზე დაჯექით, რომელსაც ეს ცეცხლი აქვს მოდებული და მის გწმინდავთ თქვენს სხეულს, თქვენს აურას. ანუ მსგავსი მედიტაციების გაკეთება ძალიან დაგეხმარებათ, მაგრამ რადგან ისედაც ჩანს, რომ ეზოთერულად ამ ენერგიაში შედიხართ, ეს ნიშნავს, რომ იწმინდებით ავტომატურად, რაღაცა ჩარევა ხდება აქ, თქვენი გაწმენდა ხდება და ასევე რახან გვაქვს ეს კაცის ენერგია, ანუ ღვთიური მამაკაცის ენერგია. ეს მოგიწოდებთ იმისკენ, რომ თქვენი ეზოთერული ცოდნა, მისტიური ენერგია, სულიერი ენერგია გამოიყენოთ სათავისოდ, ანუ არ დაემალოთ ამ ენერგიას, გამოიყენოთ ყოველდღიურობაში, თქვენ საქმიანობაში, თქვენი სხეულის დისციპლინაში, გაწმენდაში, აურის გაწმენდაში. კარგი იქნება ანუ ამ ენერგიის გამოყენება და ანუ ამ დისციპლინის შენარჩუნება გამოგივათ ღვთიური მამაკაცის ენერგიის გამომჟღავნებით, რომელსაც ახასიათებს ანუ ესეთი ავტორიტეტი, სიძლიერე, მიზანმიმართულობა, დისციპლინა, ანუ ამ ენერგიის გამოვლენა თქვენთვის იქნება ძალიან დამხმარე. რაც შეეხება შიშებს, აქ გეუბნებიან თქვენ სულიერ დამხმარე და ზეციური ძალები, რომ არ მიეცეთ აი რაღაცა ზედმეტ შიშებს თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ამ პროცესში შესაძლებელია, როდესაც რაღაცა იწმინდება თქვენს აურაში, სხეულში, აზრებში,
წამოვიდეს შიშები, რომ აი რაღაცაც მიჯაჭვული იყავით ენერგეტიკულად, ეს რომ ჩამოქცილდებათ, ეს იყოს გონებისთვის, ან ეგოსთვის უეცრად რაღაც საშიში მომენტი, რომ აი რაღაცა ნაცნობი ენერგია ჩამოქცილდათ. თუმცა ეს ნაცნობი ენერგია შეიძლება ყოფილიყო ნეგატიური, ან კომფორტის ზონაში მომქცევი, ან ჩამკეტავი. ამიტომ კარგი იქნება აი ამაზე დაკვირვება, რომ აი თუ რაღაცა ენერგია ქცილდებათ, გაშინებთ თუ არ გაშინებთ, ან თუ არ გაშინებთ, ძალიან კარგი, მაგრამ თუ გაშინებთ რაღაცა შიშები თუ შემოდიან, აი მაგალითად რაღაცა ფობიები, ნერვოზები, პანიკა, რაღაცა პანიკის შეტევა ან რაიმე მსგავსი, ხომ? ესეც შეიძლება იყოს მინიშნება იმაზე, რომ ხდება აქ გაწმენდა და თუ რაღაცა შიში წამოყოფს თავს, ეს არის უბრალოდ შიში და ამას უნდა შეხედოთ როგორც რაღაცა ერთგვარი შიშია, რომელიც შეიძლება გათავისუფლდეს თავისებურად, თუმცა თუ რაღაცა შიშები გაწუხებთ, ან როგორც ვახსენე, პანიკა, შიში, ფობია, ასე შემდეგ, შეგიძლიათ აი ეს მედიტაციაც სადოთ იასამნისფერი ცეცხლის, რომ გამოთავისუფლდეთ აი ამ რაღაცა ნეგატიური სიმძიმისგან. ეს იყო პირველი ჯგუფისთვის, საკმაოდ ძლიერი ეზოთერული ენერგია გეხმარებათ აქ თქვენ. მადლობა ყურადღებისთვის და გადავიდეთ მეორე ჯგუფზე, რაც არის ციტრინის ქვა. და ნახოთ მეორე ჯგუფი რა ეზოთერულ ენერგიაში შედიხართ. საკმაოდ საინტერესოა, ატლანტიდას კარტი ამოგივიდათ, ეს არის მოგონებები ატლანტიდადან, რომელიც კონკრეტულად აქ ამბობს, რომ სულიერი აქსელერაცია, რაღაცა სულიერი წინ სწრაფვა ხდება, უცებ მიდიხართ სულიერად წინ და არის პროგრესი და ტექნოლოგიებთან არის ასევე პროგრესი დაკავშირებული. ასე გვაქვს მებრძოლი ქალი, რომელიც გეუბნებათ, რომ რაღაცა დაგეგმეთ და ფოკუსირდით და ასევე გვაქვს ესეთი კარტი გეუბნებათ, რომ მოусმინეთ თქვენს სხეულს. საინტერესოა, რახან ატლანტიდა ამოვიდა თქვენს ჯგუფში, შანსია, რომ თქვენს შემთხვევაში რაღაცა წინაცხოვრების გახსენების პროცესი იყოს აქ, ენერგიაშიც გადადიხართ, შეიძლება გაგახსნდეთ რაღაცა წინაცხოვრებიდან, იყოს მომენტები, სადაც მაგალითად რაღაცა გესიზმრებათ, ან უბრალოდ რაღაცა გიზიდავთ, თუ ამ წლის განმავლობაში, 2026 წლის განმავლობაში ნახეთ, რომ გიზიდავთ ეგვიპტე, ძველი ცივილიზაციები, ან ესეთი რაღაცა მისტიური საკითხები, დამალული საკითხები, ამ წლის განმავლობაში შეიძლება იყოს, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში აღმოაჩინეთ რაღაცა საიდუმლოან, რაღაცა საიდუმლო სამკუთხი თქვენთვის ფარდა ეხადა, მაგრამ არ აქვს უშუალოდ წელს, რა თქმა უნდა, როცა ნახავთ ამ გაშლას, მაშინ რეზონირდება, უბრალოდ ეხლა ახალი წელი მოდის, მაგრამ ამ ჯგუფისთვის ჩანს, რომ მნიშვნელოვანი იქნება აი ამ თქვენს გეგმებზე ფოკუსირდეთ, თქვენს ჩანაფიქრებზე, თქვენს რაღაცა მდგომარეობაზე, რისკენ მიდიხართ. საინტერესო, რომ პირველ ჯგუფში იყო ღვთიური მამაკაცის ენერგია, აქ გვაქვს ქალი, რომელიც ასევე რაღაცა მამაკაცის ენერგიაშია. ანუ აქ შეიძლება იყოს, რომ მოგეწოდებათ ის, რომ იყოთ რაღაცა ბალანსში ეს ჯგუფი, ვინც აირჩიეთ, როგორც ქალის ისე კაცის, ანუ ღვთიური კაცი, ღვთიური ქალი იყოს დაბალანსებული. ეზოთერულად შედიხართ უფრო რაღაცა ესეთ ძველი ცივილიზაციის, მისტიური ცოდნის და სიბრძნის ენერგიაში, რაც შეიძლება გამოიხატოს თქვენი ინტერესებით, როგორც ვახსენე, მაგრამ ასევე თუ ხართ რაღაცა კუთხით ხელოვანი, თუ გაქვთ მაგალითად ესეთი პრაქტიკები, თუ რაღაცას წერთ, ცეკვავთ, კითხულობთ, თუნდაც კითხულობთ აი რაღაცა წიგნებს, შეიძლება ანუ ასეთმა წიგნებმა უფრო მიგიზიდონ, თუ ფილმებს უყურებთ, სერიალებს უყურებთ, ანუ შეიძლება ასეთი მისტიური საკითხების რაღაცება მიგიზიდოთ, ანუ ამას ექნება თავისი მნიშვნელობა, ანუ ეს ტყუილად არ ხდება, ანუ ეს არის თითქოს რაღაცა თქვენი შინაგანი დამალული კოდის, DNM-ის კოდის გაღვიძების პროცესი, რახან ტექნოლოგიაც გვაქვს, ეს შეიძლება იყოს, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, განსაკუთრებით კომპიუტერი, ტელეფონი, ანუ ამ ყველაფრის დახმარებით შეიძლება ბევრი საჭირო ინფორმაცია აღმოაჩინოთ, ან ამ ყველაფრის დახმარებით მოიზიოთ ესეთი ინფორმაციები, ასევე ატლანტიდა ეგვიპტეზე თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, ან გინდათ რომ გაიგოთ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა შეხვიდეთ ინტერნეტში, მოიძიოთ ინფორმაცია, ნახოთ რა რეზონირებს თქვენთან, რაღაცა ღმერთები, ქალღმერთები, პირამიდები, რაღაცა ნიშნები, რაღაცები შეიძლება თქვენთან ძალიან ახლოს მოვიდეს. ანუ ამ კუთხით გაქვთ აქ
დიდი თქვათ ზრდა, ანუ შეიძლება აქ იყოს თქვენში აი ძალიან ძველი წინაცხოვრების გამოღვიძების პერიოდი, რომელიც მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ეს ცოდნა, ეს გამოღვიძებული კოდი, ასე ვთქვათ, გამოიყენოთ თქვენს ცხოვრებაში და ასევე შეიძლება ამან თავი იჩინოს თქვენს სხეულში. ანუ ზოგისთვის შეიძლება აი ამ რაღაცა ცხოვრებისეულ მაცვრივებმა, ეზოთერულ მაცვრივებამ გამოიწვიოს სხეულში რაღაცა დიდი ცვლილებები, შეიძლება თქვენი გარეგნობა რაღაცა კუთხით შეიცვალოს, ან მოგინდეთ თქვენი სტილის, გარეგნობის შეცვლა, ფერების შეცვლა. შეიძლება ზოგისთვის თუ მაგალითად რაღაცა ტკივილები, სიცხეები, წნევები, რაღაცა ესეთები თუ წამოვიდა, ეცადეთ, რომ რა თქმა უნდა, თუ რაღაცა არის, რა თქმა უნდა, აუცილებლად სამედიცინო კუთხით შეხედეთ ამ ყველაფერს, თუ ძალიან შეწუხდით ან რაღაცა სერიოზულია, მაგრამ ხანდახან არის, რომ სხეული გამოხატავს აი ასეთ რაღაცა ცვლილებებს ძალიან მკვეთრად. ამიტომ კარგი იქნება, რომ არ შეუშინდეთ აი ამ რაღაცა სხეულებრივ ცვლილებებს. და აყვეთ აი ეს სხეულის ჯანმრთელობა, სხეულის პრაქტიკები ძალიან დაგეხმარებათ იოგა, იქნება ეს ვარჯიში, სიარული, თუ ცეკვა, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს იყო მეორე ჯგუფისთვის, იმედი რაიმეს დაგეხმარათ. საკმაოდ საინტერესო მისტიური ეზოთერული ენერგიები გაქვთ, შეგახსენებთ, რომ მაქვს პირადი გაშლები, ტაროლოგიური კურსი, ეზოთერული კურსი, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ამ ყველაფერზე და მესამე ჯგუფი, ეს არის ვარდისფერი კვარცი. ვარდისფერი კვარცის ჯგუფისთვის რა ენერგიაში შედიხართ ეზოთერულად? პირველი გვაქვს აქ გაიას აქტივაცია. გაია ეს არის დედამიწის ენერგია, ანუ დედამიწის ქალღმერთი. და ეს გეუბნებათ, რომ გამოცდილებებიდან იღებთ აქ რაღაცა სწავლობთ გამოცდილებებით და სიბრძნის გამოვლინება ხდება და დედამიწური ინტელექტის გამოვლინება. მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან კარგად ემთხვევა, იმიტომ რომ მოგივიდათ დროიდი. საინტერესოა. იმიტომ რომ დროიდები არიან დედამიწასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლომდგომი სულიერი პრაქტიკოსები და ბოლო კარტი ამას რომ ყველაფერი კარგადაა. თქვენი ჯგუფი, ვინც ეს აირჩიეთ, ეს ჯგუფი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად დამიწებული ჯგუფი. წინა ჯგუფები იყო უფრო ისეთი რაღაცა მისტიური. ეს ჯგუფი საკმაოდ მისტიურია, მაგრამ უფრო დედამიწური გაგებით. ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ შემთხვევაში შეიძლება აქ მოხდეს ისე, რომ ახლო მომავლისთვის ბუნებასთან უფრო მეტი კავშირი გქონდეთ, ან რელოკაცია განიცადოთ, ან მოხვდეთ ისეთ ადგილას, ისეთ დროს მოხვდეთ ბუნებაში, სადაც თავს ძალიან კარგად იგრძნობთ. შეიძლება აქ იყოს, რომ თქვათ საცხოვრებელი შეიცვალა, ეს ძალიან ახლოს აღმოჩნდეთ ბუნებასთან, ხშირად გეზახდეთ ბუნება, რომ გამოხვიდეთ გარეთ და მეტი კონტაქტი დაამყაროთ მიწასთან, ხეებთან, ყვავილებთან, ცხოველებთან. მაგრამ აქვს მნიშვნელობა ფლორა, ფაუნა, მაგრამ ეზოთერული განხრით აქ ჩანს, რომ თქვენში ხდება ესეთი აქტივაცია, რომ რაღაცა დედამიწური ენერგიის აქტივაცია, შეიძლება აქ მოხდეს ფუძის ჩაკრის აქტივაცია, რაც მოგიწოდებთ იმისკენ, რომ დაუბრუნდეთ დედამიწას, ან დაუბრუნდეთ თქვენ სხეულს, იყოთ აწყო დროში ახლა და აქ და ანუ თქვენი სული აქ მეტად დაამიწოს თქვენ სხეულში, რომელიც შემდეგ უფრო ადვილად გამოვლინდება, ანუ თქვენი სული უფრო ადვილად გამოავლენ საკუთარ თავს, როდესაც სხეულში ხართ თქვენ, ასე ვთქვათ, დამიწებული. ამიტომ აქ ეზოთერულად თუ გიზიდავთ ეს სულიერი მიმდინარეობა, დროიდიზმი, კელტური ლეგენდები, მეფე არტურის ლეგენდები, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, ანუ ეს ადგილები, ანუ შეიძლება ამ კუთხითაც იყოს რაღაცა მიზიდულობა, შეიძლება ამ ადგილებმა, ამ ლეგენდებმა მიგიზიდონ თქვენ ახლო მომავალში და ამასაც ექნება თავისი მნიშვნელობა, მაგრამ დროიდის მთავარი მიზანი და ენერგია და მისი ცოდნა, სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ იყოს ყველაზე ახლო მდგომად ბუნებასთან, ანუ დროიდების მთავარი მიზანი არის, რომ ბუნებისგან ისწავლოს, ბუნებასთან ქონდეს მუდმივი კავშირი. დროიდების, ასე ვთქვათ, ღმერთი არის თავად ბუნება, ან თავად დედამიწა, მაგრამ
მათ არ ყავთ ღმერთები, ანუ არ არის რაღაც ესეთი რელიგია, სულიერი რაღაცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ეს არის უბრალოდ ესეთი სიბრძნე ან ცოდნა, რომ ბუნება არის ყველაზე დიდი მასწავლებელი და ყველაზე მეტად მოსიყვარულე, ესე ვთქვათ, არსება, რომელმაც ასე ვთქვათ გიმასპინძლად თავის მიწაზე. ამიტომ რაც მეტად პატივისცემთ აქ თქვენ ბუნებას, შეიძლება ბუნება უფრო მეტად დაგაჯილდოვოთ. ანუ ახლა მომავლისთვის თუ მაგალითად გაინტერესებთ ასეთი რაღაცები და ბუნებაში ხშირად გახვალთ, განსაკუთრებით ტყეებში, რაღაც დაცულ ტერიტორიებზე, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბუნების სულებთან დააკავდნოთ, ასე ვთქვათ, გქონდეთ ასევე კავშირი. ეს იყოს, რომ ბუნების ფერიები, ხის სულები, ყვავილების სულები, მიწის სულები, ანუ შეიძლება მათგანაც რაღაცა დახმარება მიიღოთ და ამასაც მნიშვნელობა ექნება, რა მიწაზე თავს კომფორტულად გრძნობთ, რა მიწაზე არ გრძნობთ კომფორტულად, ამ რაღაცას კომფორტულად თავს არ გრძნობთ, შეგიძლიათ გაიცალოთ ამ რაღაცა ადგილს, მაგრამ ძალიან დიდი აქტივაცია ხდება თქვენში აი ამ გზის, რაღაცა მიწიერების, დედამიწის, ბუნების გზის აქტიურება ხდება, რაც დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთესად იქნოთ ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ჯანმრთელობის კუთხით, ფიზიკურად და საბოლოოდ ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგად არის. ანუ რაღაცა შეიძლება ქაოსი დასრულდეს ახლო მომავალში და სიმშვიდე იპოვოთ დედამიწასთან კავშირში. ამ ჯგუფმა ეს ვინც აირჩიეთ, დედამიწასთან კავშირი არის თქვენი სიმშვიდის წყარო და გეძახით თითქოს აქ დედამიწა და ბუნება, რომ დაუბრუნდეთ მას. ეს იყო მესამე ჯგუფისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ისე და ისე თუ გაინტერესებთ პირადი გაშლები, ტაროლოგიის შესწავლა, რიტუალების შესწავლა, ელექტრონული წიგნები ეზოთერულ საკითხებზე, რიტუალებზე და ასე შემდეგ, შეგიძლიათ მომწერთ Facebook-ზე ან Instagram-ზე, ლინკებს ნახავთ ქვემოთ აღწერილობაში და კომენტარებში. მადლობა ყველას და წარმატებები!